მოგესალმებით ყველას, მე ვარ თამუნა და ეს არის ჩემი YouTube არხი მესხი ვლოგი, სადაც ჩვენ ვსაუბრობთ ქსოვაზე და ქსოვასთან დაკავშირებულ თემებზე. თუ თქვენთვის ეს ყველაფერი საინტერესოა, გთხოვთ გამოიწერეთ ჩემი არხი, რომ არ გამოტოვოთ შემდეგი ვიდეოები. ახლა კი ვიწყებთ ახალ ვიდეო ვლოგს. იქიდან გამომდინარე, რომ ამ პატარა ნაწყვეტს, როგორც ყოველთვის, ვიღებ მას შემდეგ, რაც მთლიანი ვლოგი უკვე გადაღებულია, შემიძლია გითხრათ, რა დაგხვდებათ ამ ვლოგში. ეს იქნება დასრულებული რამდენიმე პროექტი და ახალი დაწყებული 2 ნივთი. ერთ-ერთი მათგანი უკვე დასრულებულია, მაგრამ ნაწყვეტების მიხედვით ვერ მიხვდებით რომელი და საბოლოო ჯამში მე თქვენ დაგიბრუნდებით, რომ შევაჯამოთ მთელი ჩვენი განვითარება. ნაწყვეტები ბევრი არ არის გრძელი ნაწყვეტები, შესაბამისად გადავწყვიტე, რომ მეტი არაფერი აღარ გადამეღო და ბოლოში უბრალოდ შემეჯამებინა, რაზე ვიმუშავე მთელი ეს პერიოდი. ასე რომ უყურეთ ყველა იმ ნაწყვეტს, რაც მთელი 1 კვირის განმავლობაში გადავიღე და დაგიბრუნდებით, რომ შევაჯამოთ ჩემი შედეგები. დავამთავრე კომბინიზონი და მოვქსოვე 1 ცალი წინ და ახლა მოსაქსოვი მაქვს მეორე. არ ვიცი რამდენად ისმის ხმა, გარეთ საშინელი ქარია, დილით გასასვლელი ვიყავი, მაგრამ ჩვენი სახლის წინ არის კაფე და ამ კაფის ქოლგები და რაღაცაები დაფრინავდა ისე, რომ არ გავრისკე სახლიდან გასვლა საერთოდ, რომ რამე არ მომხდარიყო, სულ ბრაგაბრუგის ხმა ისმოდა. ეხლაც დიდად არ შეწყვეტილა, მაგრამ ვზივარ ჩემთვის მყუდროდ. ეგერ არის დამთავრებული კომბინიზონი, წყალი, რომელიც უნდა ჩავცალო დღის განმავლობაში. ერთი მოქსოვილი წინ და ვუყურებ წიგნების ვლოგს. სხვათა შორის ბელარუსიდან არის ეს გოგო, 1-7 წელია უკვე ვუყურებ, ძალიან მომწონს. მაგრამ თვად იმ ჟანრის წიგნებს არ კითხულობს, რომელიც მე მომწონს. მაგრამ ხანდახან არის ხოლმე საინტერესოები. პლუს ამაზე მაქვს გასაფენის სარეცხი, რომელიც ამ ქარიდან გამომდინარე ცოტა არ იყოს გადავდე. ეხლა თითქოს ჩადგა და უნდა მოვასწრო გასვლა. იმდენად ძლიერი ქარი აღარ არის. მაგრამ თქვათ სიამოვნო ამინდი არ არის. მოკლედ ახლა გავაგრძელებ მეორე წინდის ქსოვას. დღეს არის შაბათი 28, ვიფიქრე რომ 29-ში გავგზავნიდი, იმიტომ რომ 30-ში მიწერია გაგზავნის ბოლო დღე, თუმცა დამავიწყდა რომ 29 არის კვირა და ბოქსეტი არ მუშაობს. შესაბამისად, ამას დღეს დავამთავრებ, გავრეცხავ მოვაწესრიგებ, შევფუთავ და დაელოდება ორშაბათ დღეს. მანამდე კი მექნება საშუალება მოვქსოვო ჩემი დაწყებული პროცესები, მაგალითად კვადრატებით რო ვქსოვ Alize Lana Gold-ის ძაფით. ჟილეტს იმის კვადრატების ქსოვას გავაგრძელებ. ასე რომ, აი ასე. ეს საქმოსანი დადის იქით-აქეთ. მოკლედ ამ ყველაფერს ვქსოვ, აი ამ წინდებს ვქსოვ ტულიპის 3 მმ ჩხირით, 80 სმ ლესკაზე, მეორე მაქვს 40 სმ-იანი და ვხვდები, რომ ნაკრებში მაკლია 60-იანი, რაც უახლოეს მომავალში უნდა შევიძინო, რადგან ძალიან კომფორტულია ჩემთვის 60 სმ. აი აქ მაქვს 60, ეს არის Mindful-ის. ამაზე მოვქსოვე მთლიანად კომბინიზონი, ამაზე მოვქსოვე მთლიანად ჟაკეტი, რომელიც ახლა მაცვია. ანუ ამ 60 სმ-ზე საკმაოდ კარგად ვქსოვ, ბევრად უფრო პრაქტიკული აღმოჩნდა ჩემთვის 60 და 80, მაგრამ ესეთ პატარა წინდებს, 80 გრძელია. თუმცა ამ ნაკრებისთვის 60-იანი სამწუხაროდ არ მაქვს და მაღაზიაში ღირს 45 ლარი და როგორც ხვდებით, ჯერჯერობით ფინანსურად მზად არ ვარ ამხელა თანხის გადასახდელად, ასე რომ დიდად არ ვჩქარობ ამის შეძენას. გავაგრძელებ ახლა ქსოვას. ძაფი აქ მიდევს,
შიგნიდან გამომაგ და მშვენივრად მოდის არ დაგურავს მთელ სახლში. მოკლედ გავაგრძელებ მეორე წინდის ქსოვას. ეს არის ორი ნიმუში, ვცდილობ დავიწყო ახალი სოფი ჰუდი, იმ კომბინაციით, რაც ფიქრობდი ძაფის შეძენის დროს, ეს არის ალპაკა, brushed alpaca silk dropsis და drops merino fine, extra fine. გამოდის აი ესეთი და დიდად არ მომეწონა, გადავწყვიტე რომ ახალი ვარიანტი გამეტესტა. თითქოს უფრო მეტად მომწონს, მაგრამ რაღაცა თხელია, ჭხირები უნდა შევცვალო ალბათ უფრო ნაკლებზე. აქ მაქვს 4 ნახევარი და უნდა ჩამოვიდე 4 მილიმეტრზე. და მაგ შემთხვევაში უკეთესი იქნება. ეს არის მირინოსი 1500 მეტრი. ლემპსფული გასწორდება ლემპსფული 1500 მეტრი 100 გრამზე 100% მირინოს ექსტრა ფაინი. მოკლედ ასეთი ძაფია კომბინაციაში ანალოგიურად brushed alpaca silk-ი და აი ეს ორი ძაფის კომბინაცია ერთად იძლევა აი ესეთ ფერს. და ამ ორიდან ეს უფრო მომწონს ფერის კუთხით. თითქოს ფაქტურის კუთხითაც, თუმცა ძაფი უნდა შევცვალო უფრო, ისე ჭხირი უნდა შევცვალო ალბათ უფრო პატარაზე, მაგრამ ის ფაქტი რომ ამ შემთხვევაში აი ამ ძაფის ან ამოხვევა მომიწევს რომ სამწვერში შევძლო ქსოვა, ან არა და მომიწევს აი ამ ყულფით ქსოვა, როდესაც ვაძვრენთ აი ამ ყულფში ყოველ ჯერზე, სად არის? აი აქ ყულფში ვაძვრენთ ყოველ ჯერზე აი ამ ძაფს ბაბინიდან რომ გამოვიდა 3 წვერი, მოკლედ. ანუ ცოტა ნელი პროცესია. მე კიდე მინდა რომ ვისიამოვნო პროცესით და არ ვიყო ორიენტირებული აი ამ ძაფის გაძვრენ-გამოძვრენაზე. ამოხვევა იქნება ალბათ ყველაზე ლოგიკური ვარიანტი. აქ მაქვს 150 გრამი, რაც არის 2250 მეტრი. და 3 წვერში ოღონდ 150 გრამზე. ამდენი არ დამჭირდება ხა იმ ჩანაფიქრისთვის რაც მაქვს, მაგრამ ვერ ხვდები აი ამ brushed alpaca silk-თან ერთად მომწონს თუ არა საერთოდ რასაც ვიღებ. ამ შემთხვევაში ზუსტად ვიცი რომ არ მომწონს, ძალიან სქელი გაგუდული და მკვრივი ნაქსოვი გამოდის, რადგან თვითონ აი ეს ძაფი არის მსხვილი. და არ მომწონს. მარტო ეს ძაფი არ მომწონს, რადგან ზედმეტად გლუვია, ალბათ ამ შემთხვევაში ყველაზე კარგი ვარიანტი მოხერი იქნებოდა აბრეშუმზე, რადგან მოხერი რაც არ უნდა იყოს უფრო დაბარცხნილი ფაქტურის არის, ეს არის უფრო ბუსუსებიანი შეწებებული ფაქტურის, აქ კი უფრო მოხერი იქნებოდა იდეალური ვარიანტი, უფრო თავისი აი ამ დავარცხნილი, რაღაცა მკვეთრად გამოხატული ბუსუსებით. აქ ეს ბუსუსები, აქ კაკრას ბუსუსები გვაქვს და აქ იქნებოდა მკვეთრად გამოხატული ბეწვი. აქ გვაქვს ბუსუსები. მოკლედ არ ვიცი, ესე მიდევს ორივე. ვერ ჩამოყალიბდი რა უნდა გავაკეთო, პლუს ვსვავ ჩაის, რაღაცა ჩურჩხელა, მთელი ამბები, თან რაღაცეებს ვეძებ ინტერნეტში, მოკლედ ვერ ჩამოვყალიბდი ამ ორი ვერსიიდან რომელი უნდა იყოს და რადგან ასე ვერ ვყალიბდები, დიდი ალბათობით არ იქნება არც ერთი. მოვიფიქრებთ რამე სხვას. პლუს ამას ორ დღეში ქალაქგარეთ მივდივარ, მატარებელში უნდა გავატარო ჯამში 12 საათი და ეს წინ იქით და აქეთ გზა ორივე ერთად 12 საათი და მინდა რომ მქონდეს რაიმე საქსოვი, შესაბამისად ეს არ გამოდგება, იმიტომ რომ ბაბინის წაღება, რომელიც მუდმივად უნდა ამოვქაჩო და რაღაცეები ვაკეთო, მოკლედ არ გამოდგება. და ესეც არ გამოდგება, რადგან არის ძალიან სქელი.
უნდა მოვიფიქრო რაიმე სხვა. უკვე დაწყებული პროცესებიდან ვერაფერს ვერ ვამთავრებ, რადგან ძაფები არ მაქვს. ჟილეტს რასაც ვხსოვდი ნარჩენი ძაფებით, სხვა პროექტში გადაიზარდა, რასაც ვიდეოს ბოლოს გაგიზიარებთ რა გამოვიდა უკვე, იმიტომ რომ რადგან დავასრულე კომბინიზონის კომპლექტი, წინდები კომბინიზონი დღეს გავგზავნე და მაქვს ფოტო, რომელსაც ასევე გაგიზიარებთ ბოლოს და ახლა უნდა მოვიფიქრო უბრალოდ რას ვაკეთებ, რას ვქსოვ. ასე რომ წავედი ჩემი ძაფების ოთახში, ვეძებო შთაგონება ამ ყველაფერს ახლა დავარღვევ, რადგან არც ერთი სინამდვილეში არ მომწონს იმდენად, რომ თქვა, რომ ხო, აი ამას მოვგსოვდა, რადგან იდეა გაჩნდა, რომ რაღაცა სხვა გამეტესტა, ესე იგი ეს გამოირიცხა და რადგანაც ამის გაგრძელების სურვილიც დიდად არ მაქვს, ესე იგი ესეც გამოირიცხა, ანუ არ უნდა ამას ბევრი მსჯელობა და ბევრი ნერვიულობა. დავარღვევ ახლა და ძაფს მოვაწესრიგებ. დიდი ალბათობით ამ ძაფთან ერთად უნდა იყოს რაიმე უფრო წვრილი ძაფი, როგორიც არის. ერთი წამით ეს ფისოსგან მაქვს ყოველთვის ჩაკეტილი ჩემი ოთახი. როგორიც არის მაგალითად, აი ეს ნაქსოვე, იმიტომ რომ აი აქ რადიკალურად სხვანაირად გამოიყურება ძაფიც და არის იგივე ბრაშტალპაკა სილკი და აი ეს წვრილი ძაფი, Fable, ბევრად უფრო ლამაზია ნაქსოვში. ამ ორი ძაფის კომბინაცია. ვიდრე ახლა რასაც ვღებულობ იმ ბაბინის ძაფთან ერთად კომბინაციაში ან გორგალთან კომბინაციაში. ამ შემთხვევაში იდეალური ვარიანტი იქნებოდა აი ესეთი ძაფი, იმიტომ რომ წვრილია, თუმცა ეს მაქვს ზუსტად ერთი გორგალი, ფერი საერთოდ არ აი ფერი აი ახლა არის სწორი. ფერი იდეალურად მოუხდებოდა, თუმცა აქ მაქვს 210 მეტრი და არ არის ეს საკმარისი სოფი ჰუდის მოსაქსოვად. ესეთი რომ მქონდეს 2 ცალი, ამ შემთხვევაში იქნებოდა საკმარისი, მაგრამ მეორე მაქვს აი ასეთი. და ან ეს რო იყოს 100 გრამიანი, თუმცა ეს არის 50 გრამიანი ქაშმერე ლანა გროსა მეილენ ვაითის ქაშმირის სერია, სადაც გვაქვს შალი 70%, 25% პოლიამიდი და 5% ქაშმირი. აქ არის მეტრაჟი 50 გრამში 210, ეს რო ყოფილიყო 2 ცალი ან 100 გრამიანი, ამ შემთხვევაში მეყოფოდა, რადგან 420 მეტრი იქნებოდა და 420 მეტრი იქნებოდა საკმარისი. მაგრამ მოკლედ ესეთი დილემის წინაშე ვარ, არ ვიცი როგორ მოვიქცე. მეორე ვარიანტია ის, რომ აი აქედან ავარჩიო, თუმცა აქედანაც ისეთი მომენტია, რომ არ ეყოფა ფერი, ძაფი არ მეყოფა. ან მაშინ სხვა ფერი უნდა მოვგსოვო და მაგ შემთხვევაში უკვე უნდა დავუბრუნდე აი ამ ჩემ ყუთს, სადაც მაქვს ძაფები, ყველაფერი, რაც მაქვს მოკლედ რო ვთქვათ და აქედან ავარჩიო ძაფი, რომლითაც შეიძლება რომ მოიქცევოს ეს ყველაფერი. და ამ შემთხვევაში უკვე ფერის ჩანაცვლება მომიწევს. ეს არის ტემოდან გამოწერილი, ალბათ აი სულ ახალი შემოსული რო იყო ტემო, მაშინ გამოვწერე. არ ვიცი რა შემადგენლობა, არაფერი არ მომიქსოვია, ნიმუშიც კი არ მომიქსოვია, ფერები მომეწონა ძალიან და როგორც მახსოვს, არის უმეტესწილად ნატურალური ბამბა. აქ მაქვს ესეთი სიტუაცია, რომ მაქვს რამდენიმე ეს მირინოსებია ზემოდან, ესეც მირინოსებია, მირინოსი, აქაც მირინოსია, უბრალოდ ლანა გატოსი, აი ეს. და მაქვს აი ესეთი მირინოსები. ძალიან მომწონს ეს წითელი. რაოდენობრივად მეყოფა სოფი ჰუდის მოსაქსოვად და მექნებოდა ესეთი წითელ ქუდა, ულამაზეს ფერია, ვაფშე არ გადმოიცემა, ანუ აი აქ ახლა კარგად ჩანს ფერი, მაგრამ აი სიგლუვე აღარ მომწონს ძაფების, ანუ მინდა რომ რაღაცნაირად იყოს უფრო ბუსუსებიანი ფაქტურა. ეს ძაფი ძალიან მომწონს და სიამოვნები დავუმატებდი რაიმე ღია ფერის ყვითელ მოხერს და მოვიქსოვდი კარდიგანს დიდი სიამოვნებით. მოკლედ, რატომღაც ჩავიციკლე ამ სოფი ჰუდზე, თუმცა არ მიწყობს ძაფი ხელს ამ სოფი ჰუდის მოსაქსოვად და არ ვიცი როგორ მოვიქცე. დიდი ალბათობით უბრალოდ სხვა რაღაცა უნდა დავიწყო და აგერ უკვე მოვიდა დამთვალიერებელი.
რომ ნახოს რა მაქვს. მოკლედ, აქედან ამოვალ ნარჩენი ძაფები რაც იყო პატარები, აი ესეთი გორგალები და მოვქსოვე ის რაც მოვქსოვე და გაგიზიარებთ ბოლოს 221 გრამი გავხარჯე, მაგრამ კიდე საკმაოდ ბევრია. აი აგერ არის კიდევ ფიშუნი აბა გაიწე ცოტა შენ. ხო ეგრე ცოტა მიიწე. აქ კიდევ ბევრია და კიდევ შემიძლია რამდენიმე მსგავსი ნივთის მოქსოვა. რადგან მაქვს აქ 1 2 3 4 5 ფერის ნარჩენი, ძალიან ცოტაა ეს ლურჯი დარჩენილი და მანდამაის ნარჩენები რო არა, შეგვიძლია აქედან ჩავიმატოთ რომელიმე ფერი. პლუს ამას არის ესეთი ჯემპრი, რომელსაც ვქსოვდი და მარტო მკლავები დარჩა და შემიძლია დავიწყო ტანის ქსოვა. ხო, აი ეს არის დასარღვევი, რომ დავიწყო ტანის ქსოვა. ის მანქანაზე ვცადე, მაგრამ მანქანაზე ძალიან მჭიდრო გამოდის. და მივხვდი რომ უბრალოდ ფიზიკურად ჩემი მანქანა ვერ მოქსოვდა ამ ყველაფერს მანქანაზე. არა და ულამაზესი ნაქსოვი გამოდის. აი ცოტა უფრო მეტად თავისუფლად რო შეძლებოდა ჩემ მანქანას ქსოვა, Toyota-ზე მაქვს საუბარი, ხო? ანუ ამ ჯემპერს მაგალითად მოვქსოვდი მანქანაზე. თუმცა არ შეეძლო. ასე რომ გადავიდეთ სხვა რამის ქსოვაზე. აი ესეთი ამბავი მაქვს ახლა აქ. ხო, ანუ აი ამ სილვერის საქსო მანქანას ვყიდი, გავიმეორებ კიდევ ერთხელ, თუ ვინმეს გაინტერესებთ, შეგიძლიათ მომწეროთ პირადში. დეტალებს ყველაფერს მოგახსენებთ. არის ახალ მდგომარეობაში, ანუ უხმარია თითქმის. ყველანაირი საჭირო ინვენტარი აქვს, ანუ სრული კომპლექტია. შემდეგი რაც შეიძლება რომ მოვქსოვო, იმით სიმპატრები. არის დრობს ქარიზმა, მაგრამ მეორე მომენტი მაქვს ისეთი რომ მინდა რაღაცა ორი ვარიანტია. ან მინდა რაღაცა მოვქსოვო აი ამ ყავისფერი ბაბინით და მოვქსოვო მსხვილი, დიდი ჩხირებით კოჭებამდე კარდიგანი. აი ამითი. ან მინდა მოვქსოვო რაიმე ყაიზნაღით და უფრო ფიქრობ რაღაცა აი ესეთი ოღონდ შთაგონებული ამით. ბრგვალი საყელოთი და გრძელ მკლავიანი კოფტა, რომელსაც ზაფხულში ან აი გაზაფხულზე, როდესაც უკვე ქურთუკები გავიხადეთ, რაღაცა ჯინსის ქურთუკები და რაღაცები გავიხადეთ და მთლად მაიკა არის არაკომფორტული, შევძლებთ რომ გამოვიყენოთ. ასე რომ ესეთი ვარიანტია. მოკლედ, აქ ესეთი ქაოსი მაქვს ჯერ. ანუ ორგანიზების კუთხით ცოტა მიჭირს. ეს უკვე აქ რაღაცებს ათვალიერებს და წავედით. აი, მეცემი პატარა მაიმუნი აიეშა. ჭადი ფიშოქიდან. ორი დღის წინ სამსახურში მქონდა წაღებული აი ესეთი ძაფი. მარაგები მაქვს ქვეყანა ძაფის. მაგრამ მივხვდი რომ წითელის საერთოდ არ არის ის ფერი, რაზეც მინდა ახლა ვიმუშავო. ამიტომ არაფერი არ მოვქსოვე და უკან მოვიტანე. ორი ცალი მაქვს ახლა საქსოვ პატარა ჩანთაში. ხო და უფრო მეტად ვფიქრობ რომ აი ამ ფერით არის მეტი შანსი რომ რამე მოვიქსოვო. აი ამ ფერით. აი ეს. კადრში ფერი ნაკლებად აი ეხლა გადმოიცემა ზუსტად ისე როგორც არის და ვფიქრობ რომ ამით რაღაცა კაბის მაგვარი შეიძლება რომ მოვიქსოვო. აი არ ვიცი, რაღაცის მოქსოვა მინდა და არ ვიცი რისი მოქსოვა მინდა, მაგრამ მაშინ როდესაც 15000 პროცესი მაქვს ჩხირებზე, ყოველთვის ვიცი რა უნდა ვქსოვო, ზუსტად ამიტომ არ მიყვარს ყველაფრის დამთავრება, ან ყველაფრის იმ ეტაპამდე მიყვანა, რომ უკვე ვეღარ ვქსოვ. ეხლა უბრალოდ ავიღებ და რაც კი გეგმაში მაქვს, ყველაფერს დავიწყებ. ოღონდ ეს იქნება შემდეგ ვიდეოში, იმიტომ რომ
მირჩენია მივხვდი რომ მქონდეს 50000 პროცესი ვიდრე აი ესე ვიდგე და ვერაფერს ვერ ვქსოვდე მარტო იმიტომ რომ ვერ მოვიფიქრე რა მოვქსოვო. ხო, ფისუნია დაათვალიერებს აქ ყველაფერს. ხო და მირჩენია რომ მქონდეს 50 პროცესი, ადრე თუ გვიან ნელა-ნელა დავასრულებ, მაგრამ არ მექნება ისეთი მომენტები დღის განმავლობაში, რომ მაქვს თავისუფალი დრო, მაქვს სურვილი ქსოვის და არ ვიცი რა ვქსოვო. და საბოლოო ჯამში აი ამ ძაფების დიდ ნაწილს ადრე თუ გვიან გავიხმარ. ახლა რომელიმე პროცესი უბრალოდ ნიმუშებს მაინც მოვქსოვ, რომ ვიცოდე რისი გაკეთება შეიძლება. აქ მაქვს ბაბინის ძაფები, რაც კი ბაბინები მაქვს, ანუ გარდა იმ ბაბინებისა, რაც ზემოთ ახლა გაჩვენეთ ბუკლე, იმიტომ რომ იქ არის 4 ბაბინა ბუკლე. აქ არის ბაბინები, ესე იგი მაქვს მერინოსი 100% მირინოსია 800 მეტრია 100 გრამზე, ესეთი წითელია, რომელიც საერთოდ არ გადმოიცემა, ანუ კლასიკური წითელია. მაქვს ლორო პიანოს ქაშმირი 1 2 3, მაქვს ესეთი პატალის ბაბინა, აი ეს ორი ძაფი, რომელიც ახლა კარდიგანი დავამთავრე ამ ძაფების კომბინაციით და პლუს მოხერი, მაქვს ალპაკა აბრეშუმზეა თუ პოლიამიდზე სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. უკაცრავად შეიძლება გამოგზანდით. აქ მაქვს მოხერი პოლიამიდზე, ფერი საერთოდ არ გადმოიცემა, აი საერთოდ ახლოსაც კი არ არის. მაქვს ყავისფერი, ბეჟი, ყავისფერი და ნაცრისფერი ბაბინები და მაქვს აი 3 ბაბინა ლურჯი, რაღაცნაირი თქვათ კლასიკური წითელი არ არის, მაგრამ ძალიან გავს. ანუ ეს უფრო სტაფილოსფერისკენ მიდის, ის კლასიკური წითლისკენ. ფიშო, თუ შეიძლება დაგტოვეთ და მაქვს აი ესეთი რძისფერი. ახლა მოვიფიქრებ რა შეიძლება მოვქსოვო ამ ყველაფრისგან ერთი მაინც რის დაწყებასაც შევძლებ და რაღაცა შეუვარდა თუ რა არის, არ ვიცი, ეძებს რაღაცას. ამ ძაფით შეიძლება იდეაში მინდოდა ეს შეხედე შენ. აჰა, აჰა. მოკლედ აი ესეთი ძაფი მინდოდა მირინოსი, ლანაგატოს მირინოსთან ერთად მომექსოვა ყველაზე ესეთი გავრცელებული და ცნობილი მეგი კარდიგანი, მაგრამ მეგი კარდიგანს პრობლემა აქვს პლანკა. არც ერთი მქსოველი არ მინახავს, ვისაც ეს პლანკა გამოზდის კარგად. გადავწყვიტე რომ უბრალოდ ჩემი გამოთვლებით შთაგონებული ამ მეგი კარდიგანით მოვქსოვო ის რაც მინდა მე თვითონ. ფორმა იგივე, მაგრამ ქსოვის ტექნიკა იყოს სხვანაირი. ასე რომ ვეცდები მოვქსოვო მეგი კარდიგანი, თუმცა როდის ვეცდები და როდის გავაკეთებ, არ ვიცი. ერთი რას ეწვალება იქ. მოკლედ რა ფიშონია დამაცადე. აქ მაქვს ასევე კიდევ ერთი ბაბინა. ეს ბაბინა წესით ყველასთვის ნაცნობია, რადგან ეს ძაფი და პლუს ეს ძაფი ერთად იყო ჩემი საყვარელი რვიანებიანი ჯემპრი, რომელიც სარეცხ მანქანაში გარეცხვისას გავაფუჭე. ასე რომ აი ესე გამოიყურება ჩემი ძაფები. მოკლედ კარგი იქნებოდა აი ეს რომ მქონოდა 2 ცალი. თუმცა ახლა უკვე რას ვიზამთ. გადავახარისხე ბამბის ძაფები, აქ არის ყველაფერი ბამბის ძაფები, თუ რამე მომიქსოვია როდესმე და რამე გორგალი დარჩენილა, ყველაფერი არის აქ. ნუ მთლად ყველაფერი არა, აქ არის კონკრეტულად აი ეს ძაფი. კონკრეტულად აი ეს ძაფი. აქ შესაფუთი რაღაცეები და პლუს ნარჩენები და მე დაწყებული მქონდა საროჭკა,
მამაკაცის, რომელიც დავიწყე ალიზე ბელას ძაფით. აი ასეთი. არ მეყო, დავიმატე და დამატებული აღმოჩნდა საერთოდ სხვანაირი, იმიტომ რომ აი ვიზუალურადაც ეტყობა. ეს რეალურად არის უფრო მატოვი, ეს არის უფრო პრიალა, ტონშიც კი არის სხვაობა, ამიტომ წავედი. ვიყიდე ფერიას მერსირიზებული ბამბა და მოვქსოვე საროჩკა. ეს არის კაბა. სხვათა შორის ეს ფერი ძალიან მომწონს და აი ამ საროჩკა კარდიგანს ამ ფერში სიამოვნებით მოვქსოვდი. აი ამ ფერში ძალიან ლამაზი ფერია. მოკლედ, რაღაცა უნდა დავიწყო დიდი ალბათობით ყაიზნაღით და წავიღო ყაიზნაღის პროცესი. გზაში თითქოს უფრო მარტივი საქსოვიც იქნება. ეს დივერსა ლანა გროსასი, ზუსტად ესეთი ვარდისფერი საროჩკა, როგორც მაქვს, პირველი იყო დივერსა ძაფით მოქსოვილი. ესე რომ ორივე მაქვს. მოკლედ. აი ეს არის, რაზეც უნდა დავწერო ტექსტური აღწერილობა, აგერ არის მთელი ჩემი ძაფები, რაც კი მაქვს და ასევე დაწყებული პროცესი, მაგრამ სამწუხაროდ წინ ვერ მიიწევს ეს ყველაფერი. რადგან არ მცალია გონება არ მომყვება, რომ დავჯდე და ეს ყველაფერი ვწერო და ვაკეთო. ახლა გავაგრძელებ რა ძებნას ვოხრავ, იმიტომ რომ ვერ მოვიფიქრე რა მოვქსოვო. ვერ მოვიფიქრე რისი მოქსოვა მსურს. რამე ვფიქრობ კლასიკური დავიწყო კარდიგანი ვარ დავიწყო ის რაც დავარღვიე. აი ეს წინა ვიდეოში რომ ვთქვი ჩემი ბაბინის ძაფით. ანუ თლიანად დავარღვიე რაც მქონდა მოქსოვილი. თან აქ უკვე ძაფი არის ამოხვეული და არის უკვე სამწვერში გამზადებული და წესით იდეალური ვარიანტია ქსოვის დასაწყებად, რადგან უკვე არის ყველა დეტალის ძაფი. ანუ ზურგი, წინა ნაწილი, საყელო, ეს კლავი, რა ყველაფერია. აი ეს საყელო. ეს ერთი მხარი, ეს ზურგი, მკლავი, მეორე მხარი, თუ როგორ იყო? აღარ მახსოვს უკვე როგორ იყო, მოკლედ ეს არის საყელო. მოკლედ აქ არის ყველაფერი უკვე ამოხვეული და მაქსიმუმ ბაბინა. ეს ხوار დავიწყო საერთოდ. რას ფიქრობ? თან ამას გვსოვდი 3.5-ზე და ვფიქრობ 3.75-ზე უნდა დავიწყო. რომ ბარემ უკვე ზომა უფრო თავისუფალი ნაქსოვი იყოს, ცოტა უფრო დავარდნილი იყოს და უზორი შემიძლია გამოვიყენო სადა, ანუ წინდური ქსოვა. ან ნაცნაბებს შორის რომ მქონდა ორი უკუღმა, ორი წაღმა, ორი უკუღმა, გავზარდო ეს რაოდენობა და გავაკეთო ისე რომ იყოს 3 ზოლი. ორი წაღმათვლიანი 3 ზოლი, ანუ ორი უკუღმა, ორი წაღმა გავაკეთო 3 ჯერ. ბოლოში უკუღმა და ისევ ნაცნავი. ამ შემთხვევაში ნაცნავიც მექნება. და ძაფიც მეყოფა. არ ვიცი როგორ მოვიქცე. მე მგონი არ ღირს გარისკვა და უბრალოდ სადანაქსოვი გავაკეთო ჯობია. გამოთვლები ყველაფერი მაქვს. და მოკლედ. ვფიქრობ რომ ეგრეც მოვიქცევი. ასე რომ ახლა ეს არის მე მგონი ზურგი. ეს არის ზურგი, მკლავი. ეს არის წინა ნაწილი რო დავიწყე ერთი კალთა, ეს არის წინა ნაწილის მხარი. მეორე რო დავიწყე და წრე რო შევკარი და გავაგრძელე წრეზე ქსოვა. ეს საყელო. აი ეგრე იყო ეს ამბავი. ხო და ახლა აი ამ გორგალს ავიღებ და მოვქსოვ ზურგს. დავიწყოთ ამ პროექტის ქსოვა. თან ეს ხო ჩემი ჩელენჯია, სადაც მე და ნატო ვქსოვთ კარდიგანს ერთად. იმასაც ცოტა პაუზა აქვს თავისი
კარდიგანისგან, თუმცა იმას უკვე თითქმის დამთავრებული აქვს, პლანკა აქ დარჩენილი, ასე რომ მაგ შანსი დავეწიო. მოკლედ ამას ავიღებ და ძაბს ავიღებ. გზაში საქსოვად. ან უბრალოდ გზაში სხვა პროექტს წავიღებ და ახლა დავიწყებ ამის ქსოვას. მოკლედ დავფიქრდები ჯერ კიდევ. მოკლედ 24 წუთი ვილაპარაკე უკვე ღმერთო, ამას დავჭრი, რომ ამ ხელა არ ჩავრთო ვიდეოში. გუშინდელი ჩემი ფიქრების და განხილვების შედეგი არის დღევანდელი ახალი პროექტი, რომელიც ახლა ცოტა, რო ვთქვათ, არ იკითხება. ეს არის კარდიგანი, რომელიც იქსოვება 7 მმ კუბიკის ჩხირებზე, აი ესეთი დიდი ზომის ჩხირები მაქვს. 7 მმ და მოკლედ ზურგის ნაწილი მოქსოვილია, წინა მხარი მოქსოვილია, მეორე მხარიც მოკლე რიგები მოქსოვილია და დამრჩა იმ სიგრძეზე ჩასვლა, რომ იღლის ჭრილები გავაერთიანო და ამ ყველაფერს ვქსოვ. აი ესეთი უზარმაზარი ბაბინის ძაფით, რაც მაქვს არსენალში. აქ არის კილოგრამზე ცოტა მეტი, მეტრაჟი სამწუხაროდ არ ვიცი რამდენია, მაგრამ ჩანაფიქრი როგორია ამ კარდიგანთან მიმართებით. ეს უნდა იყოს მაქსიმალური ოვერსაიზი, დაშვებული მხარი ლამის იდაყვამდე, განიერი, ისეთი ჰაეროვანი, ესეთი გამჭირვალე თითქმის ბადე ნაქსოვი, რომელიც სხვადასხვა ღია ფერის და არა მარტო სამოსთან მიმართებით იქნება დამატებითი ფენა, რომელსაც მოვისხამთ და ყველაზე მთავარი იმდენად თავისუფალი უნდა იყოს და იმდენად ფართხუნა, რომ ეს სიმსუბუქი შეგრძნება შემოიტანოს გარდერობში და ყველაფერთან ერთად უნდა იყოს კოჭებამდე თითქმის. ძაფი მაძლევს ამის საშუალებას, ყველაზე მეტად მიხარია, რომ ძაფი მაქვს, პლუს ანუ ბევრი მაქვს და თან ნივთს რო დავამთავრებ და ავწონი, ჩემი მარაგებიდან გახარჯული ძაფი იქნება, რაც ასევე უზომოდ მახარებს და ესეთი ბუსუსებიანი ფაქტურა აქვს. ძალიან მაინტერესებს გარეცხვის სმერე როგორი მოიქცევა, იმიტომ რომ საერთოდ არანაირი ნიმუში არ მომიქსოვია ამ ძაფით და არც ჩხირის ზომაზე არ მიფიქრია დიდხანს, რადგან ეგრევე ვიცოდი, რომ უნდა ყოფილიყო ნივთი ძალიან ჰაეროვანი, გამჭირვალესავით, მაგრამ თლად გამჭირვალე არა, ანუ მაგ შემთხვევაში მოხერით მოვქსოვდი, მაგრამ არა, ჩანაფიქრი იყო, რომ ოდნავ ფაქტურა უნდა იყოს აი ესეთი გამჭირვალე. ვქსოვ გუშინდელი საღამოდან მოყოლებული, დღეს გაკვეთილის პარალელურად რაღაცები მოვქსოვე და ახლა გავაგრძელებ ქსოვას, დამრჩა ალბათ ჯამში 10-12 რიგი მოსაქსოვი აქეთ ამ მხარი, რომ გავაერთიანო წრე და წავიდეს სიგრძის ქსოვის პროცესი. ასე რომ გავაგრძელებ ახლა ამაზე მუშაობას და აშკარად ეს ვლოგიც ძალიან გრძელი იქნება, რადგან ხუთშაბათამდე მე ამ ვლოგის ვერც მონტაჟს შევძლებ და ვერც გამოქვეყნებას და ხვალ კიდევ მექნება ის, რაზეც უნდა ვიმუშაო და ესეც შევა ხვალინდელი დღეც შევა ამ ვლოგში, ასე რომ საკმაოდ ისეთი საინტერესო ვლოგი გვექნება. არ ვიცი რამდენად შევძლებ ამ ნივთის დასრულებას. ძალიან მოტივირებული ვარ და ძალიან დიდი სურვილი მაქვს ამ ნივთის დასრულების, მაგრამ რამდენად გამომივა ჯერჯერობით არ ვიცი, თუმცა ენერგიას არ დავიშურებ. იმდენი მაინც მექნება მოქსოვილი, რომ მკლავები დავამთავრო, სანამ ვიდეოს გამოვაქვეყნებ და გაჩვენოთ რა გამოდის და მე უკვე სიგრძე ნებისმიერ მომენტში შეიძლება ვქსოვოთ. აი, აქ ეს ჩემი პატარა მაიმუნია მოკალათებული და მიყურებს ისეთი თვალებით, გეგონება ხელს ვუშლი ძილში. მოკლედ გავაგრძელებ ახლა ამაზე მუშაობას, ქსოვას, ცოტა ხანი დასვენების საათები მაქვს და მაქსიმალურად შევირგებ პროცესს.
გამარჯობა. არა, ფისერები არ გვაქვს, მხოლოდ საქსოვი ძაფები. ეს კვირა საკმაოდ პროდუქტიული გამოდგა ჩემთვის და სამსახურთან შეთავსებით მოვახერხე რამდენიმე ნივთზე მუშაობა სახლის პირობებში და ერთ-ერთი რაზეც წინა ვიდეოში დავიწყე მუშაობა ეს იყო კომბინეზონის კომპლექტი, რომელიც დავასრულე და უკვე გავგზავნე კიდევაც და ამ ვიდეოში ნაწყვეტები ბევრი არაფერი არ შევა. თუმცა ფოტოებს ჯერ არ გაგიზიარებთ, რადგან ფოტოები გადავუღე უკვე სხვა ნივთთან ერთად და კადრში იქნება სპოილერი, ასე რომ ჯერ მეორე ნივთზეც ვისაუბროთ. ამ კომბინეზონის კომპლექტზე დიდხანს არ გავჩერდები, ზუსტად იმიტომ, რომ თითქმის ყველა ვიდეოში ასე თუ ისე ფიგურირებს და მაქვს ნათქვამი რითი ვქსოვ, რატო ვქსოვ და ასე შემდეგ. შემდეგი ნივთი ეს არის ნარჩენი ძაფებით მოქსოვილი ბებიის კვადრატები ყაიზნაღით, რომლითაც უნდა მომექსოვა ჟილეტი, თუმცა ბოლო მომენტში მივხვდი, რომ ჟილეტის მოსაქსოვად მომიწევდა ძაფის შეძენა და დამატება და ეს არანაირად არ იქნებოდა თანხვედრში იმ ჩანაფიქრთან, რომ სურს ძაფები გავხარჯო ჩემი მარაგებიდან. აქედან გამომდინარე ცოტა გადაბასხვანაირე ჩემი ჩანაფიქრი და საბოლოო ჯამში მივიღე დეკორატიული ბალიში, რომელიც გამოიყურება აი ასე, უზომოდ მე თვითონ მომწონს, უზომოდ კმაყოფილი ვარ შედეგით და ყველაზე მთავარი, გავუკეთე ღილები, რომ პერიოდულობით შევძლო მოხსნა, გარეცხვა და თავიდან გამოყენება და არ იყოს ეს ერთჯერადი ისტორია, რომ მდგომარეობა, ფორმას რომ დაკარგავს, მე უკვე უბრალოდ უარი ვთქვა ამ ნივთზე და გადავაგდო. ეს არის მოქსოვილი ალიზე ლანაგოლდის ნარჩენი ძაფებით, აბსოლუტურად ყველა ძაფი რაც აქ არის გამოყენებული არის ამ დასახელების. მქონდა ეს ნარჩენები ჯერ კიდე დამრჩა. ბლომელთქო ვერ ვიტყვი, მაგრამ საკმაოდ დიდი რაოდენობით აქ არის ჯამში 225 თუ 255 გრამი, ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ სადღაც დავწერ, გამოყენებული და ეს არაჩვეულებრივი შედეგია იმის ფონზე, რომ ნარჩენები უშუალოდ 500 გრამზე მეტი მაქვს. 700 გრამზე მეტი მაქვს. აქედან გამომდინარე, არაჩვეულებრივი გამოყენება იყო ესეთი. რძისფერი ძაფით გავაერთიანე ეს კვადრატები ერთმანეთთან და პლუს ამას გაერთიანების შემდეგ დეკორატიული კიდე გავაფორმე დეკორატიულად, რაჩიშა ქვია რუსულად, ქართულად წარმოდგენა არ მაქვს რა ქვია ამ ნიუანსს, თუმცა ფერთა კომბინაციით კმაყოფილი ვარ, ზომით კმაყოფილი ვარ, ჯამში დამჭირდა 18 კვადრატი და არაჩვეულებრივი ზომის ბალიში გამოვიდა. ბალიში უკვე მქონდა, რაც იდეალურად მოერგო ზომას და ჩავდა პირდაპირ შიგნით. ბალიშიც ისე ჩემი გაკეთებულია, ბალიშის პირი მაქვს იუსკში ნაყიდი, მხოლოდ ბალიშის პირი და სახლში არსებული სილიკონი შიგნით ჩავტენე, გამომივიდა დეკორატიული ბალიში. ასე რომ -1 პროექტი დასრულებული და აი ამდენი გრამი ჩემი მარაგებიდან, რაც ძალიან მახარებს. ესეთია ამ ნივთის ისტორია. ჩავთავ ფოტოს, როგორ გამოიყურება ინტერიერში და თან ფოტოზე ასევე არის კომბინეზონის კომპლექტი წინდებთან ერთად, რომელიც დავამთავრე და უკვე გავგზავნე და დღე-დღეზე უნდა ჩაუვიდეს კიდევაც დამკვეთს. შემდეგი ნივთი, რაც დავასრულე, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ქსოვას რაც ეხება დავასრულე, თუმცა არის პატარა ნიუანსი, რისთვისაც მეუღლეს ველოდები, რომ გამომიჭრას ტყავის დეტალები და მივაკერო. ეს არის რაფია ისპის ჩანთა. წინა ვიდეოში ვთქვი, რომ ყველა დაწყებული ნივთი, რის დამთავრებასაც რაღაცა მიზეზების და გამო არ ვაპირებდი, დავარღვიე და შავი რაფიით მქონდა დაწყებული ქუდის ქსოვა, რომელიც საბოლოო ჯამში მივხვდი, რომ არ დასრულდებოდა და ისიც დავარღვიე. და დავიწყე ყვავილებიანი ჩანთის ქსოვა. ერთი ცალი, რა თქმა უნდა, არ აღმოჩნდა საკმარისი და მომიწია კიდევ ერთი რაფიის დამატება
და ნაწყვეტებში უკვე ნახეთ შავი რაფიით, რასაც გვსოვდი და ახლა გაჩვენებთ დასრულებულ ჩანთას, რომელიც გამოიყურება აი ასე და მოკლედ ორივე მხრიდან არის იდენტური, აი ესეთი გამჭვირვალე ბადე ვიზუალი აქვს, თუმცა ეს ბადე არ არის რაღაც ბანალური, არამედ არის ყვავილები. Ფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში გავაკეთებ ვიდეო მასტერკლასს, რომელიც იქნება ფასიანი და ამ მასტერკლასის მიხედვით შეძლებთ მინიმუმ 2 მოდელი ჩანთის მოქსოვას, ერთი იქნება ესეთი და მეორე იქნება ტარიც მოქსოვილი ყვავილებით. ესეთი ჩანთა ჯამში და ამ ჩანთას დაჭირდა ჯამში 2 ბაბინა რაფია ისპი, ერთი ცალი ღირს 35 ლარი და 13 თეთრი, დამჭირდა 2 ცალი. მეორედან დამრჩა რაღაც რაოდენობა და ვფიქრობ, რომ იმ მონარჩენით, რომელიც როგორც ასეთი დიდ ნივთზე არაფერს არ იყოფა, მოვქსოვ ბრელოკს, რომელიც იქნება ტარზე მუდმივად დაფიქსირებული და გასაღების დამაგრებას შეუძლებს, რომ ჩანთის ძირში არ ვეძებო გასაღები. და მეორე ვფიქრობ, მოვქსოვ პატარა ჯიბე, რომელშიც რაღაცა ესეთი მნიშვნელოვან წვრილმანებს ჩავდებ, რომ ესეც ასევე ჩანთის ძირში არ იყოს და იქიდან გამომდინარე, რომ აქ საკმაოდ ესეთი ნახრეტებიანი ძირი აქვს, ანუ აი მთლიანი ნაკსოვი არ არის დახურული როგორც სიტყვაზე აი ეს დეტალი, არამედ არის რაღაც ღია ნაწილები, რომ არ იყოს შანსი იმისა, რომ დავკარგო რაიმე ჩანთაში მოთავსებული ნივთი. ეს არის ჩემი გამოვიდა, რომ 3 დასრულებული ნივთი, წინდებს თუ ჩავთვლით 4, მაგრამ იყოს 3, ანუ კომპლექტი, ბალიშისპირი და ჩანთა. ასევე ამ პერიოდში ვმუშაობდი ნაწყვეტებით, არ ვიცი რამდენად გასაგები იყო, HP მეპარება, რომ გასაგები ყოფილიყო, რაზე ვმუშაობდი. ვმუშაობდი გრძელ კოჭებამდე კარდიგანზე, რომელიც დიდი ხანია გონებაში მქონდა, მაგრამ რაღაცა უცებ დამარტყა თავში, რომ მინდა მსგავსი კარდიგანის მოქსოვა. პლუს ამას მარაგებში მქონდა შესაფერისი ბაბინის ზაფი, რომელიც მქონდა კილოგრამი და 200, აი ასე გამოიყურება. ანუ ვარდისფერი ქვეტონი აქვს ამ ყავისფერს, ცოტა მოსეროც დაკრავს, არ არის რაღაცა ბანალური ერთი ფერის, ანუ ძალიან ლამაზი ფერია. პლუს ამას არ არის წვრილი, სამწუხაროდ შემადგენლობაზე არ მაქვს დიდი ინფორმაცია. ასტრახანის წარმოება, როგორც ვხედავ, 400 მეტრი არის 100 გრამზე და შემადგენლობაზე არ მაქვს ინფორმაცია. დიდად არ მაწუხებს ის ფაქტი, რომ შემადგენლობის შესახებ ვერაფერს ვერ ვგებულობ, თუმცა მეტრაჟიდან გამომდინარე გადავწყვიტე, რომ მომექსოვა საკმაოდ ისეთი მსხვილი ჩხირებით, ავიღე 7 ნომერი კუბიკი ჩხირები და მოგსოვე კარდიგანი კოჭებამდე, ერთი მკლავი უკვე დავასრულე და მეორე მკლავი მაქვს დაწყებული, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან დიდი ნივთია და საკმაოდ რთული საჩვენებელია კამერაში. ეს ერთი მკლავი, მეორე მკლავი არის პროცესში და არის ძალიან გრძელი. ჩავთავ პატარა ნაწყვეტს, სადაც გაგიზიარებთ, როგორ გამოიყურება ჩემზე მაცვია და რამ სიგრძეა ზუსტად შეძლებთ შეფასებას, ასევე სიმჭიდროვისას, იმიტომ რომ არის გამჭვირვალე. ანუ არ არის მჭიდრო ნაკსოვი, არის საკმაოდ ისეთი ბადე, თუმცა ყველაფერთან ერთად ამ გამჭვირვალობის მიუხედავად არ არის ისეთი, რომელიც შიშიშვლის შეგრძნებას ტოვებს. პირიქით, არ ჩანს თითქმის არაფერი შიგნიდან. ზუსტად აი ამ ბუკლე ძაფიდან გამომდინარე, თუმცა არ არის მსხვილი და გაგუდული, არ არის მძიმე. მკლავების ქსოვა სანამ დავიწყე 345 გრამი იყო ავწონე. მკლავებს რომ დავამთავრებ და სრულად დამთავრდება ნივთი, მაინტერესებს რამდენი გრამი იქნება ჯამში, მაგრამ ვფიქრობ, რომ 400 გრამს არ გადავაჭარბებ. და ეგ იქნება არაჩვეულებრივი, რადგან მკლავების დაწყებამდე ბაბინაზე მქონდა 735 გრამი თავის ბაბინიანა
და მაინტერესებს დასრულების შემდეგ რამდენი დამრჩება და რას ეყოფა კიდევ ეს ზაფი, იმიტომ რომ Pinterest-ზე ვნახე მოკლე კარდიგანი, ანუ ამასთან შედარებით მოკლე, მაგრამ სტანდარტული სიგრძის და ვფიქრობ, რომ არის შანსი, რომ გავიმეორო ეს კარდიგანი, პლუს ამას ფერი ზუსტად ესეთივე იყო და ბუკლე ძაფი, ასე რომ აქ დარჩენილი ძაფი აუცილებლად მეყოფა კიდევ მსგავსი რამის მოსაქსოვად. მაგრამ ეს კარდიგანი არის დღესდღეობით ჩემი ფავორიტი. ყოველი თავისუფალი მომენტი საღამობით სახლში დაბრუნებული ვუთმობდი ამ კარდიგანს. ქვემოთ გავაკეთე რეზინი, რომელიც საერთოდ არ ჩანს. აი აქ რამდენიმე რიგი გავაკეთე რეზინი ერთი-ერთზე. იმის შიშით რომ ვიფიქრე ძაფი წაღმანაქსოვი შეიკეცებოდა, შეტრიალდებოდა, ან რამე ეგეც გააკეთებდა, როგორც კიდეში აკეთებს, თუმცა სიგრძეზე არანაირად არ ეტყობა, ხოლო კიდეზე არ მაქვს აქ პლანკა გათვალისწინებული და სხვათა შორის ვნანობ ამ მომენტს, იმიტომ შეიძლებოდა თავიდანვე გამეთვალისწინებინა და კიდეში ალბათ ესე 7 თვალი რეზინა წაღმაუყოფმათი მომექსოვა და ამ შემთხვევაში არაფერი დამატებით აღარ დამჭირდებოდა, თუმცა არ მაქვს გაკეთებული და არც ახლა გვიანი ამ ყველაფერს გაკეთება, ვფიქრობ, ყაიზნაღით დავამუშავებ კიდეს. თუმცა მკლავი, როდესაც მოვქსოვე, ან მკლავზე უკვე უბრალოდ ყაიზნაღით გადავხურე, ჩვეულებრივი ჩხირებით როგორც ხურავთ ხოლმე, ზუსტად ისე უბრალოდ ყაიზნაღით გავაკეთე და გრძელი, ანუ აქამდე მაქვს მკლავი და ვიფიქრე, რომ რაღაც პერიოდულობით, როდესაც მოკლე დამჭირდება, იმიტომ რომ რაღაც მომენტში შეიძლება ხელი შემიშალოს აი ამ სიგრძემ, აკეცილით ძალიან მომწონს, ძალიან ლამაზი გამოდის. მოკლედ ესეთი კარდიგანია, საყელო უკან მაქვს კისერზე მოკლე რიგებით გაკეთებული ჭრილი და მინდა რომ ეს ყველაფერი ყელის არეში იყოს ცოტა დახურული, იმიტომ რომ ისედაც განიერია, ისედაც ფარტხუნა არის და მხრებზე თავისით ესე იხსნება, ნამნივთში არ იგულისხმება რაიმე შეკვრა, არ იგულისხმება არც ქამარი, არც ღილები, არც კნოპკები, არაფერი რაც შეკრავს, შესაბამისად არ მინდა რომ ყოველ ორ წამში ვისწორებდე აი ამ მხრებზე ამ ყველაფერს, იმიტომ რომ მაგ შემთხვევაში ვრისკავ რომ სიარულის დროს უბრალოდ მოვწმინდა მთელს იატაკს, სადაც არ უნდა ვიყო. აქედან გამომდინარე, მინდა რომ ყელის ჭრილი იყოს პატარა ზომის, რომ მჭიდროდ იყოს ყელის არეში და კისრის არეში, რომ თავისით არ გადავარდეს მხრებიდან. მოკლედ, ესეთი ჩანაფიქრი მაქვს ამ კარდიგანთან. ჯერჯერობით პროცესში მაქვს ეს კარდიგანი, რომელსაც დღესაღამოს აუცილებლად დავამთავრებ, ანუ მეტი დრო ამაზე არ დამჭირდება. დღესაღამოს მორჩები და ხვალ უკვე დიდი სიამოვნებით ჩავიცმევ და სამსახურში უკვე გავასეირნებ. მეტი როგორც ასეთი ამ ეტაპზე პროცესში არ მაქვს არაფერი. თუ არ ჩავთვლით აი იმ დაუსრულებელ ნივთებს, რაც წინა ვიდეოებშიც მქონდა, ანუ იქ რა თქმა უნდა არაფერი არ შეცვლილა, მაგრამ ახალიც არაფერი ჯერ არ დამიწყია. თუ რამე დავიწყე, უკვე დავასრულე და ამით ძალიან კმაყოფილი ვარ. კმაყოფილი ვარ იმით, რომ მაქვს ესეთი დეკორატიული ბალიში, რომელიც ჩემს ბარაშკა სავარძელს ალამაზებს და მიხალისებს ყოველდღიურობას, იმიტომ რომ რაღაცა ფერები გაზაფხული მოდის, ანუ რო ვუყურებ სიამოვნებს. პლუს ამას განახლება მჭირდებოდა ჩანთის და მაქვს აგერ ახალი მოდელი, რომელიც ასევე გამახალისებს, მიუხედავად იმისა, რომ შავია და მიუხედავად იმისა, რომ სხვათა შორის შავი ჩანთა არ მაქვს, არც ერთი. საერთოდ. მაქვს ძალიან ბევრი ყავისფერი ჩანთები, მათ შორის ჩემივე მოქსოვილი და მაქვს ღია კრემისფერი ბეჟი ჩანთები, მექნება შავი. რაფიას ჩანთა მქონდა ადრე კრაფტისფერი. მე ახლა მაქვს ყავისფერი. ყავისფერი არის თურქული რაფიით შესრულებული და საკმაოდ ცუდი საქსოვი იყო, სიმართლე რომ ვთქვათ. ეს რაღაც ელვისის სწრაფით მოიქსოვა რეალურად და თან ძალიან სასიამოვნო პროცესი იყო. პლუს ამას ძაფია თვითონ სამუშაოდ ძალიან სასიამოვნო. მიუხედავად იმისა, რომ პროცესში იყო ეს ძაფი შარშან გაზაფხულზე დავიწყე ქუდის ქსოვა, მერე დავანებე თავი, არ დავამთავრე და
ეხლა დავარღვიე და არაფერი განსაკუთრებული არ მიქნია ძაბთან პირდაპირ ქსოვა დავიწყე, საერთოდ არ იტყობა, რომ დარღვეული რაფით მაქვს მოქსოვილი დიდი ნაწილი ამ ჩანთის, ასე რომ არაჩვეულებრივი ძაფია და თუ მართლა ფიქრობთ, რომ შეიძინოთ თუ არა ეს რაფია და მოქსოვოთ ამ რაფით თუ არა, პირადად გირჩევთ, მართლა არ ინანებთ, პირიქით ძალიან დიდ სიამოვნებას მიიღებთ თვითონ პროცესით. რაც შეეხება მასტერკლასს, ჯერ მოვამზადებ მასალას და მერე თუ ვინმეს ინტერესი ექნება, Telegram-ზე გავაკეთებ დახურულ ჯგუფს, სადაც გავაზიარებ ან დიდი ალბათობით ეწიზე ავტვირთავ ან ბუსტზე. არ ვიცი, ჯერ არ მაქვს მოფიქრებული, თუმცა აუცილებლად იქნება სრული ვიდეო მასტერკლასი, არანაირი ეტაპები. ამ ყველაფერს რომ მოვრჩები, ანუ მოვრჩები კარდიგანს და მოვრჩები თუნდაც ერთ დაუსრულებელ ნივთს, რომელიც მაქვს პროცესში წინა ვიდეოში, რაც გაგიზიარეთ, იქიდან გულისხმობ. დავიწყებ რაიმე ახალს, რადგან ძალიან მინდა რაღაცა ახალი. ჯერჯერობით არ ვიცი ეს ახალი რა იქნება. იმიტომ რომ თუნდაც აი ეს კარდიგანი ისე ექსპრონტად გადაწყდა, რომ უნდა მომექსოვა. და შეიძლება რაღაცა ესეთი ექსპრონტ იდეა მეწვიოს, რომელსაც დიდი სიამოვნებით განმახორციელებ და მოვიყვან სისრულეში. სულ ეს იყო, რაც მინდოდა რომ გამიზიარებინა თქვენთვის, გისურვებთ წარმატებას, თქვენ აუცილებლად დამიკომენტარეთ, რაზე მუშაობთ ამ ვიდეოს ყურების დროს, რა გაქვთ პროცესში და გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს. ჩვენ კი შევხვდებით ერთმანეთს მომავალ ვიდეოში. ნახვამდის!